კიდევ ერთ ბინას ვათვალიერებ და ეხლა ვარ აივანზე და რა არის ეხლა ყველაზე საინტერესო ულამაზესი ხედები აი ერთი ხედი პირდაპირ მაიამი მდინარეზე გადის მეორე ხედი აქეთ სალომე გამარჯობა აი ეხლა რა არის აქ ყველაზე საინტერესო აი აქ შენდება შენობა აი ეს შენობა აქ ამ შენობაში იქნება 1.5 მილიონიდან დაიწყება ბინები მაგრამ ეს შენობა პირდაპირ ჩადგება აი ამ ბინის წინ და ნაწილს ესე იგი ხედის წაიღებს, ხო? ანუ ეს დარჩება ეს ხედი. და აი ეს ხედი აქეთ დარჩება ესე. მაგრამ აი ეს ხედი ბინარის ნაწილი წავა. ანუ როდესაც ადამიანი ახლა განიხილავს ამ ინვესტიციას, ხო ბინა ხო ინვესტიცია ასე თუ ისე. უნდა განიხილოს ისეც რომ როდესაც ადამიანი ახლა ამ ბინაში ამდენ ფულს გადაიხდის, აი ეს ხედი დაიკარგება და რამდენად იმოქმედებს ეს ყველაფერი ფასზე. ეს არის Aston Martin-ის შენობა, ადგილმდებარეობა მშვენიერი. ეს ზუსტად არის ის უბანი, სადაც ყველაზე ძალიან მომწონს, ეს არის მოლი, City Center, ხედავთ უსაყვარლესი შოპები, მაღაზიები, ყველაფერი აქ ხდება ცხოვრება. მაგრამ აუცილებელი რომ გაითვალისწინოთ რა მოხდება მომავალში, ამიტომ როდესაც აკეთებთ დაბანდებას უნდა იფიქროთ ყველაფერზე, რა მოხდება, როდის, ვისთან, რატომ და როგორი ხედი იქნება მომავალში. აი აქაც აშენდება რაღაც. ესეც იმოქმედებს ხედზე. ხედზე იმოქმედებს, მაგრამ ისაც აშენდება იქნება ულამაზესი. ესეც უნდა გათვალოთ. ნებისმიერ პარკინგს, რომელსაც ხედავთ, ალბათ მომავალში იქნება შენობა. აი ესეც მნიშვნელოვანია გაითვალისწინოთ. ნუ მოკლედ უძრავი ქონება არც თუ ისე ადვილია გათვალოთ. მაგრამ აი ეს უნდა გქონდეთ მხედველობაში. ეს ხედი დარჩება. ნაწილი. თვითონ ბინა მშვენიერია. ძალიან ნათელი. და თვითონ ხარისხი არის წინვალე. ანუ ამაზე ვერ იჩილებს ადამიანი. ვერ მიედავება ადამიანი ვერაფერზე რაც ბინა შეეხება მომწონს. ოროთახიანი ბინა არის 105 კვადრატული მეტრი. ორი ოთახი, ორი აბაზანა. მე მგონი ქალბატონი Instagram ინფლუენსერი არის. ნუ მე ესე ფიქრობ. აივანი არის უზარმაზარი, უკვე განახეთ და ბევრიც ვიმსჯელე ინვესტიციებზე. სამზარეულო მოვავლოთ თვალი, კუნძული, სამზარეულოს კუნძული და პატარა ძაღლუკა. მეორე საძინებელი ოთახი. ძალიან გემრიელად და ლამაზად გააკეთა ქალბატონმა ყველაფერი. როგორ მოგწონთ? ამდენი ფეხსაცმელი. მეც მიყვარს ფეხსაცმელები ძალიან. ბევრი ფეხსაცმელი. ბევრი სუნამოები. ანუ ძალიან გემოვნებიანი ქალბატონია და ეხლა ძალიან კარგადაც მომითხრა მთელი ამ აპარტამენტის ამბავი, როგორ შეაკეთა, როგორ გააკეთა იატაკები და დიახ, მითხრა რომ ინფლუენსერი ვარო. არ დამიზუსტა რა მიმართულებით, მაგრამ მე მგონი მიახლოებით ვიცი.